როგორ ამარაგებს საქართველო რუსეთს ამერიკული და ევროპული ავტომობილებით, რომელთა შეყვანა რუსეთში აკრძალულია. მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება. ფორმალურად საქართველო 2023 წელს სანქციებს შეუერთდა და რუსეთში დასავლური წარმოების ავტომობილების რეექსპორტი აკრძალა. ამის მიუხედავად ავტომობილები კვლავ გადის რუსეთში საქართველოდან და ამის მტკიცებულებები არსებობს. სანქციების ამოქმედებიდან დღემდე თითქოს ბევრი სქემა ამხილებული, რომლითაც საქართველო რუსეთს აკრძალული პროდუქციით ამარაგებს. თუმცა ის სქემა, რომელზეც ჩვენ დღეს მოგიყვებით, სრულად განსხვავებულია. მისი გენიალურობა მის სიმარტივეშია. ეს ფაქტობრივად სქემაც არ არის. ეს უბრალოდ მარტივ ტყუილზე აგებული მილიარდიანი ინდუსტრიაა, რომლის შესახებაც ყველა მიცის, თუმცა არავინ იმჩნევს. ფორმალურად საქართველოს ხელისუფლება არაფერ შუაშია. რეალურად კი რუსეთს კვლავ ეხმარება იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც აგრესორ სახელმწიფოს საერთაშორისო სანქციებით შეექმნა. ჩვენ მოგიყვებით რა მარტივად იყენებს რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდისავლისთვის. საქართველოში ყოველწლიურად 10,000 უცხოური ავტომობილი შემოდის. ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებიდან და იაპონიიდან. ავტომობილების ნაწილი საქართველოში რჩება, ნაწილი კი აქედან სხვა ქვეყნებში გადის, ანუ რეექსპორტი ხდება. ასე იყო წლების განმავლობაში. საქართველოდან ავტომობილებით მარაგდებოდნენ მეზობელი ქვეყნები, აზერბაიჯანი და სომხეთი. საქართველოდან ავტომობილები გადიოდა უკრაინაშიც. დიდი ცვლილებები ბაზარზე 2022 წლიდან დაიწყო. მიზეზი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა და ომი გახდა. ცვლილებები იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ დღეს ავტომობილების რეექსპორტი საქართველოს ექსპორტში 37%-ს შეადგენს. 2024 წელს საქართველოდან თითქმის 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა. ფორმალურად არც ერთი მათგანის რეექსპორტი რუსეთში არ მომხდარა, თუმცა რეალურად ამ მანქანების დიდი ნაწილი სავარაუდოდ სწორედ რუსულ ბაზარზე აღმოჩნდა. პირველად რუსეთი როგორც საქართველოში შემოსული ავტომობილების რეექსპორტის საბოლოო დანიშნულების ადგილი 2022 წელს გააქტიურდა. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სანქციების გამო რუსეთში ამერიკული და ევროპული წარმოების ავტომობილების დეფიციტი გაჩნდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში, რუსეთს არაერთი სანქცია დააკისრეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა. აკრძალვები შეეხო სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტსაც. რუსეთი გერმანულმა, ფრანგულმა და იტალიურმა, ამერიკულმა, ბრიტანულმა, იაპონურმა და სამხრეთ კორეულმა საავტომობილო ბრენდებმა ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს. ევროპულმა და იაპონურმა ბრენდებმა უარი თქვეს როგორც მათი ავტომობილების ექსპორტზე რუსეთში, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ერთობლივ საწარმოებზე და რუსეთში წარმოება შეაჩერეს. მათი რუსული აქტივების ნაწილი სახელმწიფოს გადაეცა, ნაწილი ადგილობრივ პარტნიორებს. ეს პროცესი 2022 წლის მარტშივე დაიწყო და შემოდგომაზე დასრულდა. რუსული ბაზარი ჩინური ავტომობილების იმედად დარჩა. თუ ომამდე ჩინური ავტომობილების წილი რუსულ ბაზარზე გაყიდვებში 9-10% იყო, ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე ამ მაჩვენებელმა 60%-ს გადააჭარბა. თუმცა რუსებს საყვარელ ევროპულ, ამერიკულ და იაპონურ საავტომობილო ბრენდებზე უარის თქმა არ სურდათ. სწორედ აქ ჩაერთო საქმეში ეგრეთ წოდებული პარალელური იმპორტი. ცვლილებებს მალევე აუღეს ალღო საქართველოში, მის მეზობელ სომხეთში და რუსეთის მეზობელ ყაზახეთში. 2022 წელს საქართველოში ავტომობილების იმპორტი წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა. ორჯერ გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტი. მას შემდეგ სწრაფი ტემპით ზრდა დღემდე არ შეჩერებულა. ოფიციალურად 2022 წელს საქართველოდან პირდაპირ რუსეთში სულ 67 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი მოხდა. თუმცა ავტომობილები საქართველოდან რუსეთისკენ შემოვლითი გზებითაც დაიძრა. პირველ რიგში სომხეთის გავლით. Нам сегодня привезли несколько контейнеров автомобилей. საქმეში ჩაერთო ყაზახეთით. საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და 456 მილიონი დოლარიდან 905 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ყაზახეთი და სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები, ანუ ერთიანი საბაჟო სივრცის ნაწილი არიან.
რომელშიც რუსეთიც შედის. ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთში და ყაზახეთში განბაჟებული მანქანების ხელახალი განბაჟება რუსეთში შეყვანისას საჭირო აღარ არის. სომეხმა, ყაზახმა და რუსმა დილერებმა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის ბიზნესში აქტიური ჩართვა დაიწყეს. ბოლო წლებში ქართულ თუ უცხოურ მედიაში არაერთი ჟურნალისტური გამოძიება და სტატია მიეძღვნა საქართველოდან შემოვლითი გზებით მესამე ქვეყნების გავლით რუსეთში სანქცირებული ძვირადღირებული ავტომობილების გაყვანის საკითხს, რომელთა ექსპორტი რუსეთში აკრძალული იყო. 2023 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებდა, რომ საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 99% არის ან მეორადი, ან ახალი, მაგრამ იაფი. შესაბამისად, ევროკავშირის შეზღუდვა საქართველო-რუსეთის ავტომობილების ვაჭრობაზე დიდად არ აისახებოდა. საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები შემოვლითი გზების გაკონტროლებასა და სანქციებისაგან თავის არიდებასთან დაკავშირებულ ეჭვებზე რეაგირებას საკუთარ კომპეტენციად არ თვლიდნენ. საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი კი სწრაფი ტემპით იზრდებოდა და 2023 წელს უკვე 2 მილიარდ 126,000 დოლარს გადააჭარბა. 2023 წლის პირველ 7 თვეში საქართველოდან უშუალოდ რუსეთში 65 მილიონი დოლარის ჯამური ღირებულების 4,840 ერთეული ავტომობილი გაიგზავნა. თუმცა ბევრად მასშტაბური ზრდა მოხდა ყაზახეთის და სომხეთის მიმართულებებზე. სწორედ 2023 წელს შემოდის საქმეში კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც მანამდე საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა სიაში რთულად იძებნებოდა. ეს ქვეყანა ყირგიზეთია, რომელიც მოულოდნელად საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პარტნიორი გახდა. ყირგიზეთში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტმა 2023 წლის დასაწყისიდან ზრდა დაიწყო. წლის ბოლოს კი ეს ქვეყანა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. ამ პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა დასავლური სანქციების მე-11 პაკეტს შეერთებოდა, რომლითაც აიკრძალა შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან იმპორტირებული როგორც ახალი, ისე მეორადი ავტომობილების რუსეთსა და ბელორუსში ექსპორტი, რომელთა ძრავის მოცულობა 1900 კუბურ სანტიმეტრს აღემატება. ასევე აიკრძალა ყველა ელექტრონული და ჰიბრიდული ავტომობილის რეექსპორტი. სანქციების მე-11 პაკეტი ასევე მოიცავდა სანქციებისთვის თავის არიდების საწინააღმდეგო ახალ ზომებს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში დაეხმარებოდა. სანქციების ამ პაკეტის შემოღების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის 1 აგვისტოდან ამერიკიდან შემოყვანილი მანქანების, ხოლო 2023 წლის 26 სექტემბრიდან ევროპიდან შემოყვანილი მანქანების რუსეთში ექსპორტი აკრძალა. რუსეთში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 2023 წლის ოქტომბრიდან მთლიანად შეწყდა. სწორედ 2023 წლიდან იწყება ანომალური მოვლენები საქართველოს და მისი ახლად შეძენილი სავაჭრო პარტნიორის ყირგიზეთის სავაჭრო ურთიერთობებში და ექსპორტ-იმპორტში. ყირგიზეთი, ქვეყანა შუა აზიაში, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა 7,200,000 მოქალაქით. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა. მუშიპუ ერთ სულ მოსახლეზე აქ საშუალოდ წელიწადში $2,200. ყირგიზეთი 192 ქვეყნის სიაში ამ მხრივ 152 ადგილზეა. საშუალო სტატისტიკური ყირგიზი საშუალო სტატისტიკურ ქართველზე 4-ჯერ ღარიბია. ყირგიზეთი აგრარული ქვეყანაა და მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. სუსტად არის განვითარებული მრეწველობა და ტურიზმი. ყირგიზეთის ეკონომიკა დიდწილად ემიგრანტების მიერ გაგზავნილ ფულად გადარიცხვებზეა დამოკიდებული. კორუფცია და პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკის განვითარებას აფერხებს. რა აკავშირებს საქართველოს ყირგიზეთთან? 2023 წლამდე საბჭოური წარსულის გარდა პრაქტიკულად არაფერი. მინიმალური სავაჭრო ურთიერთობები და უმნიშვნელო რაოდენობის ტურისტული ვიზიტები. ამ ქვეყანაში საქართველოს ელჩიც კი არ ჰყავს და აქ დიპლომატიურ წარმომადგენლობას მეზობელ ყაზახეთში საქართველოს საელჩო ახორციელებს. ყირგიზეთი უშუალოდ რუსეთს არ ემეზობლება. მას რუსეთისაგან ყაზახეთი ჰყოფს. ყაზახეთის გარდა მისი უშუალო მეზობლები უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ჩინეთია. იმისათვის, რომ საქართველოდან ყირგიზეთში სახმელეთო გზით მოხვდე, დაახლოებით 3500 კილომეტრი უნდა გაიარო.
რასაც საშუალოდ 48 საათი სჭირდება. საქართველოდან ყირგიზეთამდე ჩასასვლელად ჯერ რუსეთის, შემდეგ კი ყაზახეთის ტერიტორია უნდა გაიარო. სწორედ გეოგრაფია გახდა სავარაუდოდ მთავარი მიზეზი, რის გამოც ყირგიზეთი ქართულ-რუსული საავტომობილო კონსპირაციის მნიშვნელოვანი კვანძი აღმოჩნდა. თუმცა თავად ყირგიზეთში ამის შესახებ სავარაუდოდ არაფერი იციან. რეექსპორტს ვაკეთებთ ყირგიზეთზე. რუსეთზე არავითარ შემთხვევაში არაფერი არ თქვათ. არსად არ თქვათ, რომ რუსეთში მიგყავთ. ეს მომენტი არ წამოგცდეთ, თორემ პრობლემები იქნება. მხოლოდ ყირგიზეთზე. სხვანაირად არ გამოვა. ეს რუსი დილერი კრასნოდარელი რომანია, რომელსაც საქართველოდან თითქოს და ყირგიზეთში, სინამდვილეში კი რუსეთში ავტომობილები გადაჰყავს. მისი რამდენიმე წინადადება გასაღებია იმ უცნაური მოვლენების ასახსნელად, რაც საქართველოს ყირგიზეთის სავაჭრო ურთიერთობებში ხდება. ყირგიზეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში მეტნაკლებად შესამჩნევი ციფრებით 93 მილიონი დოლარით პირველად 2022 წელს გამოჩნდა. მანამდე საქართველოს ყირგიზეთში პრაქტიკულად არაფერს ყიდდა და არაფერს ყიდულობდა. არც ყირგიზეთი საქართველოში. 2023 წელს კი ყირგიზეთი უკვე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პარტნიორი გახდა. ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებლით კი ბაზარზე 2022 წელს ყველაზე მყარად დამკვიდრებულ ყაზახეთს და სომხეთსაც გაუსწრო და პირველ ადგილზე გავიდა. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს ქართული სტატისტიკა. კითხვები თავიდანვე გაჩნდა. როგორ შეიძლება მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის ბაზარზე ერთ წელიწადში 16831 ძვირადღირებული ავტომობილი გასულიყო, რომელთა საშუალო ფასმა 36000 დოლარი შეადგინა. თუმცა კიდევ უფრო მეტი კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ საქართველოდან წასული ავტომობილების უდიდესი ნაწილი, რომელთა დანიშნულების ადგილად ყირგიზეთი იყო მითითებული, ყირგიზეთში არ ჩასულა. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ მონაცემებში. მზად გაქრნენ საქართველოდან ყირგიზეთისკენ დაძრული ავტომობილები. ამ კითხვაზე პასუხების ძიება ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. თქვათ, შედის რუსეთის ტერიტორიაზე და მერე გამოსდის ამ ავტომობილს, აქ კითხვის ნიშნები ჩდება ბუნებრივია. ვერც დაგიდასტურებდა, ვერც უარყოფთ, ვერც იმას უარყოფთ, თქვათ, ეს ავტომობილები, თქვათ, დანიშნულების პუნქტში არ ჩადის. იგულისხმება ცენტრალური აზიის ქვეყნებში, თუ ჩადის, იქიდან მერე არ გადადის რუსეთში, ხო? იმიტომ რომ კონტროლი ამის მექანიზმი მხოლოდ ერთ სახელმწიფოს, რომ ამაზე კონტროლი განახორციელოს, ძალიან გაუჭირდება. რეექსპორტი დანიშნულების ქვეყანა არის კონკრეტული ცენტრალური აზიის ქვეყნები და მერე იქიდან გადადის თუ არა რუსეთში, საკმაოდ ესეთი რთული გასაკონტროლებელია მხოლოდ ერთი ქვეყნის მიერ, მინდა გითხრათ. საქართველოში არის ავტომობილი ესეთი ვარიანტი кейსი განვიხილოთ, რაც არ არის რეალობასთან შორს. საქართველოში ავტომობილი და ქართველი დილერი ყიდის ამ ავტომობილს. დავწყოთ აქ. ქართველ დილერთან მიდის არც ყაზახი, შეიძლება რუსიც და ეუნება, რომ ჩვენ ხო ვერ გამოვიწყებთ, რომ ეთნიკური რუსებიც ცხოვრობენ, შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ყაზახეთში და ყირგიზეთში, ხო? და ეუნება, რომ რეექსპორტით მინდა მე ამ ქვეყანაში. ხო, ფაზე მოლაპარაკება გაიმართება, ოფიციალურად გაფორმდება ეს ავტომობილი, ასე ვთქვათ, იმ ქვეყანაში, ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში და მე ამ ადამიანს გაყავს საზღვარს კვეთს და ჩვენ არ ვიცით, ხო? შევიდა ქვეყანაში, არ ვიცი, არ შევიდა ქვეყანაში, შეიძლება დამალა საგადასახადო ორგანოებთან და შეიყვანა და არ გააფორმა, მოკლედ არ ვიცით. აი აქ იკარგება, არ არის გამორიცხული, რომ შედის უშუალოდ ამ ქვეყანაში და ვერც იმას ვერ გამორიცხავთ, რომ ეს თქვათ რუსეთში ხდება და სხვა ქვეყანაში არ მიდის. და მანქანა სად დაიკარგება, წყალებში დაიკარგება. ამის კონტროლი მხოლოდ ერთ სახელმწიფოს პრეროგატივა ვერ იქნება. სად იკარგება მანქანები? ამასთან დაკავშირებით ვერსიები შესაძლოა რამდენიმე იყოს, მაგრამ ფაქტებით და ციფრებით ერთადერთი ვერსია მყარდება. საქართველოდან თითქოს და ყირგიზეთის მიმართულებით დაძრული ავტომობილები, რომლებმაც გზად რუსეთის ტერიტორია უნდა გაიარონ, სინამდვილეში იქ ვერ რჩებიან. 2023 წელს საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ყირგიზეთში საქართველოდან 617 მილიონ 920 დოლარის ღირებულების 16831 ავტომობილის რეექსპორტი მოხდა. ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით კი 2023 წელს საქართველოდან ყირგიზეთში სულ 22 მილიონ 600.600 დოლარის ღირებულების 1397 ერთეული ავტომობილის იმპორტი დაფიქსირდა.
იგივე ტენდენცია გაგრძელდა 2024 წელსაც. საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა ამ შეუსაბამობის ახსნა რამდენიმე არგუმენტით სცადა. საქსტატი ამბობს, რომ ერთი ქვეყნის ექსპორტის პირდაპირ შედარება მეორე ქვეყნის იმპორტის მონაცემებთან არასწორია და მონაცემებს შორის სხვაობა შეიძლება რამდენიმე ობიექტური მიზეზით აიხსნას. ერთ-ერთი მიზეზი საქსტატის ვერსიით შესაძლოა ის იყოს, რომ ქვეყანა საგარეო ვაჭრობის აღრიცხვაში სხვადასხვა მეთოდოლოგიას იყენებს. ამ ვერსიის არ სჯერათ ექსპერტებს. მე გავეცანი მაგ მეთოდოლოგიას, ვიცი მე ეს მეთოდოლოგია, მაგრამ როგორც არ უნდა გქონდეს გამოყენებული მეთოდოლოგია, SIP ფასებში აფიქსირებს თუ FOB ფასებში აფიქსირებს, დარიცხვის მეთოდს იყენებს თუ საკასო მეთოდს იყენებს. უბრალოდ ასეთი სხვაობა შეუძლებელია აიხსნას ამ მეთოდოლოგიით. ეს გამორიცხული აქეთ მეთოდოლოგიაში ერთ-ერთ ფაქტორად ასახელებენ დროის პერიოდსაც, სხვადასხვა პერიოდში ხდება აღრიცხვა. არ არის ეს მოყვანილი მიზეზები არის თითიდან გამოწვეული. შეუძლებელია რომ საქართველოსდან ფიქსირდებოდეს ამხელა რაოდენობის ექსპორტი ყირგიზეთში და ყირგიზეთის სტატისტიკაში საქართველოს შესახებ საერთოდ სცენება არ იყოს, აქ საუბარია მილიონობით დოლარის ღირებულების პროდუქციაზე. ამდენად როგორიც არ უნდა იყოს მეთოდოლოგია და დასახელებული მეთოდების გათვალისწინებით ცდომილება ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს თქვათ 10, მაქსიმუმ 15% მეტი არა. ამ სტატისტიკის სამსახურის ეროვნული სამსახურის მიერ მოყვანილი მეთოდებს მეთოდოლოგიას გავითვალისწინებთ. ამდენად არ არის ეს მიზეზი რეალურად და ფაქტია, რომ ავტომობილების იმედობაში ყირგიზეთში არ რჩების, ის რჩება რუსეთში. ეს არის რეალური. ექსპერტმა უკვე განმარტა საქსტატის კიდევ ერთი არგუმენტი. დროში განსხვავება, რომელსაც ის არენდობა. მოდით ვნახოთ, რამდენად შეიძლება რეალური იყოს ყირგიზეთის შემთხვევაში არგუმენტი, თითქოს ერთი ქვეყნიდან მეორეში განხორციელებული ექსპორტი მიმღებ ქვეყანაში იმპორტად შესაძლოა მოგვიანებით აღერიცხოს. ტრანსპორტირების ხანგრძლივი ვადის გამო. საქართველოდან ყირგიზეთში სახმელეთო გზით ავტომობილით ჩასვლა 48 საათშია შესაძლებელი. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ ის დილერები, რომლებსაც მართლაც მიჰყავთ ავტომობილები ყირგიზეთში. და ამის დამადასტურებელი ვიდეოები ონლაინ პლატფორმებზეც იძებნება. თუმცა 2023 წელს თითქოს და საქართველოდან ყირგიზეთში წასული 617 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები ყირგიზეთში დღემდე არ გამოჩენილა. არც 2023 წელს და არც 2024 წელს. ცდომილება საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტირებულ და ყირგიზეთში საქართველოდან იმპორტირებულ ავტომობილებს შორის 2024 წელსაც აუხსნელად დიდი იყო. ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურმა 2024 წლის იანვარ-ნოემბრის სტატისტიკური მონაცემები 2025 წლის 17 იანვარს გამოაქვეყნა. წლის სრული სტატისტიკა თებერვლის ბოლომდე გამოქვეყნდება. თუმცა უკვე გამოქვეყნებული ინფორმაციითაც დასტურდება, რომ საქართველოდან თითქოს და ყირგიზეთში გაგზავნილი ავტომობილების უდიდესი ნაწილი იქ არც 2024 წელს ჩასულა. ყირგიზეთის სტატისტიკის მიხედვით 2024 წლის 11 თვეში საქართველოდან ყირგიზეთში სულ 61.235.600 დოლარის ღირებულების 5.440 ერთეული ავტომობილი შევიდა. არადა ქართული სტატისტიკით 2024 წელს საქართველოს ყირგიზეთის საავტომობილო მეგობრობამ ყველა რეკორდი მოხსნა. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით 2024 წელს საქართველოდან ყირგიზეთში 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების 34.560 ავტომობილი გავიდა. ერთეულის საშუალო ფასი 34.600 დოლარი იყო. 2024 წელსაც ყირგიზეთმა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტით პირველი ადგილი დაიკავა. ავტომობილების რეექსპორტის მასშტაბი კი იმდენად დიდი იყო, რომ ყირგიზეთი ზოგადად საქართველოს საექსპორტო პარტნიორებშიც პირველ ადგილზე აღმოჩნდა 19.6%-იანი წილით. ამდენი საქართველოს 2024 წელს სხვა არც ერთ ქვეყანაში არაფერი გაუყიდია. ავტომობილების რეექსპორტის რეკორდის გამო ყირგიზეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სიაშიც, სადაც აქამდე ათეულშიც არ ჩანდა, მე-7 ადგილზე აღმოჩნდა.
$1,292,824,300 ბრუნვით და 5.5%-იანი წილით. მან გაუსწრო ყაზახეთს, სომხეთს და ოდნავ ჩამორჩა აზერბაიჯანს. ეს ცალმხრივი პარტნიორობის უნიკალური მაგალითია, რადგან საქართველო ყირგიზეთის სავაჭრო პარტნიორობის არათუ 10-ულში, არამედ 20-ულშიც არიძებნება და ყირგიზეთის სტატისტიკის მიხედვით, რომლის მთლიანი სავაჭრო ბრუნვა 2024 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვაზე ბევრად ნაკლებია. საქართველო მხოლოდ 0.5%-იან წილს იკავებს. საქართველოს სტატისტიკის სამსახური საქართველოსა და ყირგიზეთის სტატისტიკებში ამხელა შეუსაბამობის ასახსნელად კიდევ ერთ არგუმენტს გვთავაზობს. მაგალითად, საქსტატის ვერსიით საქართველოს მიერ ყირგიზეთში ექსპორტირებული პროდუქცია, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო დანიშნულების ქვეყანა ყირგიზეთია, შესაძლოა სრულად არ გამოჩნდეს ყირგიზეთის მიერ საქართველოდან იმპორტირებულ პროდუქციაში, თუ ის მესამე ქვეყნის, მაგალითად, აზერბაიჯანის და ყაზახეთის გავლით შევიდა მის ტერიტორიაზე და შესაძლოა ჩაითვალოს იმ ქვეყნიდან განხორციელებულ იმპორტად, რომლიდანაც ბოლოს ყირგიზეთის საზღვარი გადაკვეთა. თუმცა ციფრებს და ყირგიზულ სტატისტიკას ეს ვერსიაც ვერ უძლებს. ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ყაზახეთიდან ყირგიზეთში ამავე პერიოდში 2024 წლის 11 თვეში ჯამში $20,570,800 ღირებულების 354 ერთეული ავტომობილი შევიდა. აზერბაიჯანიდან კი ყირგიზეთში სულ 19 ავტომობილი. ანალოგიურია სიტუაცია 2023 წელთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაშიც ცდომილება ვერ დაბრალდება ყაზახეთს. 2023 და 2024 წლებში საქართველოდან ყაზახეთშიც არაერთი 1000 ავტომობილი გაიგზავნა. ეჭვები იმის შესახებ, რომ შესაძლოა ყაზახეთში გაყვანილი ავტომობილები შემდგომ მეზობელ რუსეთში იყიდებოდეს, მუდმივად არსებობს. თუმცა ამ შემთხვევაში ყირგიზეთისაგან განსხვავებით, სტატისტიკაში ყველაფერი წესრიგშია. საქართველოდან გაგზავნილი ავტომობილები ყაზახეთში ნამდვილად ჩადის. მაგალითად, ქართული სტატისტიკით 2023 წელს ყაზახეთში $591,856,000 ღირებულების 39,896 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გავიდა. თითქმის იმდენივეა საქართველოდან იმპორტის სახით დაფიქსირებული ყაზახეთის სტატისტიკის მონაცემებში 39,418 ავტომობილი. სხვაობა სულ 478 ავტომობილია, რაც მართლაც შეიძლება დროში აცდენით აიხსნას. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოყვანილი მონაცემები შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ და მხოლოდ ირიბ მტკიცებულება, თუმცა ეს ირიბ მტკიცებულება იმდენად მყარია ჩემში როგორც ეკონომისტში, რომ ფაქტობრივად ეცს არ იწევს ის, რომ რეალურად ეს არის დღეს საქართველოში ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა, რეალურად საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც კარგად იყენებენ, კარგად ტვირთავენ ამ საქმისათვის, რომ ფაქტობრივად ესეთი ტვირთები მოხდეს რუსეთის ტერიტორიაზე. რა ხდება რეალურად და სად იკარგება საქართველოდან ყირგიზეთში წასული ავტომობილები? ირიბი ეჭვების შემდეგ გულწრფელი აღიარების დრო მოვიდა. გულწრფელ აღიარებას კი იმ რუსი დილერებისაგან მოისმენთ, რომლებსაც მარტივი ეშმაკობის გამოყენებით და სანქციების გვერდისავლით საქართველოდან ავტომობილები რუსეთში გაჰყავთ. ყველას მოგესალმებით. მე რობერტი ვარ. ახლა დეკემბრის თვეა, უკვე ზამთარი დადგა. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომობილების ახალი საინტერესო შემოთავაზებები გამოჩნდა, რომლებიც შეგვიძლია საქართველოდან რუსეთში ჩამოვიყვანოთ. ქართულ საავტომობილო ბაზარზე რუსი დილერები აქტიურად 2022 წლიდან გამოჩნდნენ. ისინი საკუთარ აუდიტორიაზე ღიად მუშაობენ სოციალური ქსელების მეშვეობით. ღიად უკეთებენ შეთავაზებას რუსეთის მოქალაქეებს და ავტომობილების მიწოდების პირობებსაც დეტალურად აცნობენ. იმისთვის, რომ მომხმარებლის ნედობა მოიპოვონ, მათ ხშირად უწევთ ყველა ფინანსური თუ ლოჯისტიკური დეტალის განმარტება. მათ შორის იმის ახსნა, რომ რუსეთში საქართველოდან პირდაპირ რეექსპორტი აკრძალულია და პრობლემების თავიდან ასაცილებლად დოკუმენტებში მიმღებ ქვეყნად რუსეთი არ უნდა ფიქსირდებოდეს. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით რუს დილერებს, რომლებიც საქართველოდან რუსეთში ამერიკიდან ჩამოყვანილი ავტომობილების გაყვანაზე მუშაობენ. შევისწავლეთ მათი ისტორიები, ონლაინ პლატფორმებზე გამოქვეყნებული ვიდეოები. გადაცემაში მხოლოდ მცირე ნაწილს და მხოლოდ იმ ვიდეოებს ვიყენებთ,
რომლებიც ბოლო 3 თვეშია გადაღებული. ყველა დილერის ბოლოდროინდელი ისტორიები და მარშრუტი დაახლოებით ერთი და იგივეა. მასშტაბები და სტაჟი განსხვავებული. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც დეტალურად განუმარტავს საკუთარ აუდიტორიას, როგორ უნდა აერიდონ პრობლემები თავიდან, დავით გრეულია. მან YouTube არხი 2023 წლის სექტემბერში გახსნა. ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთში, ამერიკიდან და ევროკავშირიდან საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების რეექსპორტი აიკრძალა. მას შემდეგ მან 18,000-ზე მეტი ხელმომწერი დააგროვა. 164 ვიდეო ატვირთა, სადაც თავის აუდიტორიას აცნობს ავტომობილებს, რომელთა შეძენაც მათ საქართველოს გავლით შეუძლიათ შეერთებული შტატებიდან. ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ვიდეოში ის დეტალურად ხსნის, როგორ ხდება სანქციებისაგან თავის არიდება. პროცესი იწყება იმით, რომ თქვენ ჩამოდიხართ საქართველოში თქვენი ავტომობილისთვის. სულ პირველი პროცედურა, რომლის გავლაც გიწევთ, ეს არის ავტომობილის გაფორმება ეგრეთ წოდებულ რეექსპორტზე, ანუ ავტომობილის და ყველა დოკუმენტის გაფორმება ქვეყნიდან გაყვანაზე, ანუ საქართველოს საზღვრებს მიღმა. იმის გამო, რომ საქართველოში გარკვეული სანქციები მოქმედებს, რომლებიც ახლა არ შემოუღიათ, ჩარჩან შემოიღეს და დიდი ხანია ამასთან ადაპტირება მოახდინეთ, ამის მიუხედავად არსებობს სანქციები რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის მიმართულებით ავტომობილების გაყვანაზე. ამიტომ საქართველოში ავტომობილები ფორმდება ყირგიზეთის მიმართულებაზე. ანუ თქვენ რუსეთის მოქალაქე ჩამოდიხართ აქ, საქართველოში თქვენი რუსული პასპორტით. არჩევთ ავტომობილს ან ჩამოდიხართ იმ ავტომობილის წასაყვანად, რომელიც უკვე შეუკვეთეთ და ჩამოგივიდათ. არ აქვს მნიშვნელობა, ჩამოდიხართ აქ თქვენი ავტომობილის წასაყვანად. იღებთ ავტომობილს საჭირო დოკუმენტაციას, რომელიც განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნიდან ჩამოვიდა ავტომობილი. რადგან ჩვენ შტატებიდან ჩამოსულ ავტომობილებზე ვართ სპეციალიზებული, იღებთ უშუალოდ ავტომობილის საბუთს და ტვირთის გადამზიდავის დოკუმენტს. ამ დოკუმენტებით და ავტომობილით მიდიხართ შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვის ცენტრში, რომელიც თბილისთან 20-30 წუთის სავალზეა, ქალაქ რუსთავში. მიდიხართ იქ და იწყებთ რეექსპორტის გაფორმების პროცედურას. საბუთების და მანქანის შემოწმების შემდეგ გადაგრთავენ რეგისტრატურაში, სადაც კითხავენ, სად მიყავთ ავტომობილი. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ თქვენ რუსეთის მოქალაქე. უნდა თქვათ, რომ ავტომობილი მიყავთ ყირგიზეთში. მოდით ვიქნებით თქვენთან გულახდილი. ყველას ყველაფერი ძალიან კარგად ესმის. ანუ აბსოლუტურად ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. დაწყებული იმ ადამიანებიდან, ვინც სერვის ცენტრში საბუთებს გიფორმებთ, დამთავრებული იმ ადამიანებით, ვინც საქართველოს საზღვარზე გაგატარებენ რუსეთის მიმართულებით. ყველამ მშვენივრად იცის, რომ ეს მანქანა რუსეთში წავა და იქ დარჩება. ეს კანონი იმისთვის შემოიღეს, რომ არ მოხდეს სტატისტიკის წარმოება, უბრალოდ არ არსებობდეს სტატისტიკა, რამდენი ავტომობილი გავიდა საქართველოდან რუსეთში. ეს სქემა მუშაობს. ეს სქემა დიდი ხანია მუშაობს და კიდევ დიდ ხანს იმუშავებს. არაერთი 10,000 მანქანა გავიდა უკვე საქართველოდან რუსეთში ამ სქემით. მათ შორის ჩვენი არაერთი 100 მანქანა იყო, რომელიც ასე გავიდა რუსეთში. წარმატებით მოხდა მათი განბაჟება, შეუფერხებლად მოხდა განბაჟება და წარმატებით ხდება მათი ექსპლუატაცია რუსეთში. მსგავსი გულახდილობა დილერებს იმისთვის სჭირდებათ, რომ პოტენციურ მომხმარებლებს შიშები და ეჭვები გაუქარწყლონ. სწორედ ამიტომ ყვებიან ისინი ხშირად ისეთ დეტალებს, რასაც წესით ღიად არ უნდა ყვებოდნენ. დავიდი მომხმარებელს უხსნის, რომ პრემიუმ სეგმენტში 2-დან 3 მილიონამდე რუბლის დაზოგვაა შესაძლებელი და სჯობს საქართველოში იყიდონ ასეთი მანქანები, ვიდრე სხვაგან. 2025 год наступил, пришли и новые изменения. 2025 წლის პირველ ვიდეოში ის ამბობს, რომ მის ანგარიშზე უკვე საქართველოდან რუსეთში გაყვანილი 5,000 მანქანაა. ის ამბობს, რომ საქართველოდან ამერიკული და ევროპული ავტომანქანების შეყვანაზე მოთხოვნა იზრდება, მიუხედავად რუსული რუბლის კურსის ვარდნისა. და შესაბამისად ახალ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს თავაზობს. ზოგი რუსი დილერი ვიდეოზე ასახავს სრულ ციკლს. რუსთავში ავტომობილის შეძენიდან, რუსეთში მისი გაყვანის და იქ განბაჟების ჩათვლით. ეს ვიდეო ექსკურსები მათ აუდიტორიისთვის იმის სადემონსტრაციოდ სჭირდებათ, თუ რა დანახარჯებს უკავშირდება ეს პროცესი და რომ მათ მიერ მოთხოვნილი საბროკერო მომსახურების თანხა გაწეული შრომის ადეკვატურია. Так, ну а я добрался до аэропорта города Сочи. რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული კიდევ ერთი რუსი დილერი, კრასნოდარელი რომანი თბილისში სოჭის აეროპორტიდან ჩამოფრინდა. სხვა რუსი დილერების მსგავსად ისიც დეტალურად აღწერს საკუთარ მოგზაურობას თბილისამდე და შემდეგ უკვე თბილისში. ის ამბობს, რომ ამერიკიდან ჩამოყვანილ მანქანებს რუსეთში გასაყვანად ყიდულობს რუსთავში, 2 უდიდეს ავტობაზრობაზე. ავტოპაპას და კავკასოს ავტოიმპორტის ბაზრობებზე.
ის ამბობს, რომ რუსეთში მანქანების წასაყვანად თბილისში ხშირად ჩამოდის. თბილისში ჩამოფრენილ რომანს პარტნიორები ხვდებიან, უკვე შერჩეული მანქანებით, რომლებიც რუსეთში გასაყვანად მზადდება. რომანი ამბობს, რომ მანქანას დაზიანებულ დეტალებს რუსეთში შეურემონტებენ. ღამის გათევის შემდეგ ის რუსთავის ავტობაზრობაზე მიდის, მანქანის გასაფორმებლად. ამბობს, რომ ეს მანქანა კავკასუსისგან იყიდა. ყველა საბუთს მათგან აიღებს მისი პარტნიორი ჯამინი. თვითონ კი ნომრების ასაღებად მიდის. რის შემდეგაც რეექსპორტი უნდა გააფორმოს. აქვე აძლევს მთავარ რჩევას, მათ, ვისაც საქართველოდან რუსეთში მანქანის გაყვანა უნდა. ეს რჩევა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ საყოველთაოდ ცნობილ საიდუმლოს დილერი საკუთარ ვიდეოს დიდი ასოებით წარწერის სახით ურთავს. ტიტრი მაყურებელს ატყობინებს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეერთებულია და რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან მანქანების პირდაპირი შეყვანა აკრძალულია. ამიტომაც ამბობენ, თითქოს მანქანა ყირგიზეთში მიჰყავთ. სინამდვილეში კი რუსეთში მიდიან. თითქოს არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება, წერია ვიდეოზე. ხომ გახსოვთ, რეექსპორტს ვაკეთებთ ყირგიზეთზე. რუსეთზე არავითარ შემთხვევაში არაფერი არ თქვათ. არსად არ თქვათ, რომ რუსეთში მიყავთ. ეს მომენტი არ წამოგწდეთ, თორემ პრობლემები იქნება. მხოლოდ ყირგიზეთზე, სხვანაირად არ გამოვა. რომანმა საქართველოდან ამ ვიზიტისას ორი მანქანა გაიყვანა. ერთს თვითონ მართავდა, მეორეს მისი პარტნიორი ჯამინი. ვიდეოზე აღწერილია მთელი გზა ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე, რომელსაც რუსი დილერები, როგორც წესი, უპრობლემოდ გადიან. შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა და ის თუ როგორ იწყება მანქანის განბაჟების პროცედურები უკვე რუსეთის ტერიტორიაზე. აქ მანქანა სპეციალურ ფასიან ავტოსადგომზე გადადის. დილერი საბაჟო დოკუმენტებს აბარებს, რომლებსაც რამდენიმე საათში უბრუნებენ. მანქანა უკვე რუსეთის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული. ამის შემდეგ, როგორც რომანი ამბობს, ავტომობილი საბუთებიანად ახალ მეპატრონესთან მიდის და საბოლოო განბაჟება იქ მოხდება, სადაც ახალი მეპატრონია ჩაწერილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მანქანები არხანგელსკში იგზავნება. კრასნოდარელი რომანი მეწყვილე ჯამილთან ერთად მანქანებით კრასნოდარში ჩადიან. თვითონ იქვე რჩება. ჯამილი კი გზას აგრძელებს არხანგელსკისკენ. იქ მანქანას ახალ მეპატრონეს ჩააბარებს და მეორე მანქანის წასაყვანად ისევ კრასნოდარში დაბრუნდება. ბოლოს რომანი კიდევ ერთხელ უხსნის აუდიტორიას, რომ ამერიკიდან საქართველოს გავლით მანქანის ჩაყვანა პრობლემა არ არის და მთავარია თანხა გადაიხადონ. მთელი პროცესისთვის რომანს 2 დღე დასჭირდა. რუსი ავტომომხმარებლებისთვის შეერთებული შტატებიდან ჩამოყვანილი მანქანების მიწოდების ბიზნესი სულ უფრო მეტ რუს დილერს იზიდავს საქართველოში. მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. საქართველოში სულ უფრო მეტი რუსი ჩამოდის ამ საქმიანობისთვის. ერთ-ერთი მათგანია დენის კორაბლოვი, რომელმაც ახალ წლამდე 3 დღით ადრე დადო ახალი ვიდეო თავის YouTube არხზე, სადაც ამბობს, რომ საქართველოში საქმიანობის დაწყებას აპირებს. მისი YouTube არხიდან ჩანს, რომ ბოლო 1 წელია რუსეთში, ძირითადად ჩინეთიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან შეჰყავს მანქანები. ახლა კი გადაწყვეტა ბიზნესი საქართველოში დაიწყოს და რუსეთში ავტომობილები პირდაპირ აქედან გაიყვანოს. Всем привет. ყველას მოგესალმებით. უკვე მეორე თვეა საქართველოში ვართ. ახლა ქუთაისიდან მივდივართ თბილისში, რომ ლოგისტიკურ კომპანიას შევხვდეთ და მათთან გავაფორმოთ ხელშეკრულება პირდაპირ მიწოდებაზე, რომ შევძლოთ ჩვენ თვითონ შევისყიდოთ ავტომობილები და საქართველოდან თქვენ გამოგიგზავნოთ. შევივლით ავტობაზრობაზე. წინა გამოშვებაში კონკრეტული მანქანები ნაკლებად გაჩვენეთ. უბრალოდ განაცხადი გავაკეთეთ, რომ აქ ვართ. ამ გზას ვამუშავებთ, პარტნიორებს ვეძებთ. დღეს შევეცდებით მეტი მანქანა გაჩვენოთ, ასე რომ წავიდეთ, დავათვალიეროთ. ამის შემდეგ ქართულ-რუსული ავტომარშრუტის ახალბედა დილერი რუსთავის ავტობაზრობაზე მიდის და საკუთარ აუდიტორიას იქაურ ვითარებას და შეთავაზებებს აცნობს. ამ ახალბედა დილერისაგან განსხვავებით საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტში დიდი სტაჟი აქვს რუსეთის მოქალაქე ანტონ ბაიბურსიანს, რომელიც ამ ბიზნესის და სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავია. Всем привет, дорогие друзья, вы на YouTube-канале Антон Бай. ის ყველა სოციალურ ქსელში და არხზე ანტონ ბაის სახელით არის რეგისტრირებული. ყველაზე აგრესიული მარკეტინგით გამოირჩევა და სავარაუდოდ ყველაზე მეტ ავტომობილსაც ყიდის საქართველოდან რუსეთში. ის მომხმარებელს პრემიუმ კლასის ავტომობილებს სთავაზობს ამერიკიდან, როგორც ახალს, ისე მეორადს. რუსთავის ბაზრობაზე საკუთარი ოფისი აქვს და ამ ბიზნესის პულსზე უდევს ხელი.
ყოველ შემთხვევაში ასე აჩვენებს საკუთარ აუდიტორიას. ის თვითონაც ყიდულობს ავტომობილებს ამერიკულ აუქციონებზე და საქართველოში შემოყავს რუსეთში გასაგზავნად. გარდა ამისა, კლიენტებს რუსთავის ბაზრობაზე უკვე ჩამოყვანილ ავტომობილებსაც სთავაზობს. რაბახობს, რომ ყოველთვის ყველაზე მაგარ ფასში იგდებს ხელში ავტომობილებს. Я прям в шоке, блин, мы его выиграли за 20 600 თუმცა долларов. როგორც ჩანს, წარმატება მარტივად არ მოდის. ანტონ ბაისაც სხვა დილერების მსგავსად მუდმივად უწევს იმის მტკიცება, რომ შრომა ღირებულია და კლიენტისგან მოთხოვნილი მომსახურების თანხა გამართლებული. სხვა დილერებთან შედარებით ის უფრო თავშეკავებულია იმ სქემის ახსნა განმარტებისას, რომლითაც საქართველოდან რუსეთში მანქანების რეექსპორტი ხორციელდება. და არც იმას აკონკრეტებს, უთითებს თუ არა ისიც სხვების მსგავსად საბუთებში დანიშნულების ადგილად ყირგიზეთს. თუმცა фактია, რომ ის საქართველოდან გაყვანილ მანქანებს русეთში განაბაჟებს და ამას მისივე ვიდეოში აღწერს. Я поеду лично растамаживать этот мустанг, куда я поеду, не ради останусь, я поеду. მე თვითონ წავალ ამ მუსტანგის განსაბაჟებლად სტავროპოლში საბაჟოზე და ვნახავთ რამდენი დამიჯდება საბაჟო დეკლარაცია. ყველაფერს გაჩვენებთ როგორ ხდება და თვითონ ნახავთ რამდენი დამიჯდება დეკლარაციით განბაჟება. რომ იცოდეთ რა მიჯდება. თითქოს მოვიგე 20600-ად თუ 20300-ად, პლუს ჩამოყვანა ესა, ისა. მოკლედ, ყველაფერს ზუსტად გაჩვენებთ. პლუს გზა, საბროკერო, უზრუნველყოფა, ყველაფერი. აი ამ ფასებზე ვინც წერს, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი უფრო იაფიჯდება. ბიჭებო, ეს ფასები ყველაფერს მოიცავს გასაღების ჩაბარებით. ხომ გესმით, რომ ახლა პირდაპირ რეექსპორტი არ არის. ეს ყველაფერი აი ასე, შემოვლითი გზით უნდა გაკეთდეს. და აქ ეს ყველაფერი ჩამოთვლილია და დათვლილია, რომ ერთიანი თანხა ნახოთ. ამიტომ დაუკვირდით, აქ ყველაფერია. გზა, უზრუნველყოფა, დოკუმენტების გაფორმება, რა აღარ შედის. ამიტომ ზედმეტი კითხვები არ გინდათ. ყველაფერი ნორმალურად არის და გასაგებია. ანტონ ბაი YouTube-ზე ვიდეოებს მუდმივად აქვეყნებს. ამ კონკრეტულ 2 საათიან ვიდეოში კი, რომელიც სავარაუდოდ 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისშია გადაღებული, დეტალურად აღწერს საკუთარ მარშრუტს რუსთავიდან რუსეთამდე, სტავროპოლამდე, სადაც საბოლოოდ მის მიერ აქედან წაყვანილი 2 ავტომობილი განბაჟდა. მარშრუტი ტრადიციულია: რუსთავის ავტობაზრობა, ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი. შემდეგ კი ვლადიკავკაზი, სადაც რუს დილერებს ავტოსადგომი აქვს. იქვე სარემონტო სახელოსნოები, სადაც საჭიროების შემთხვევაში დაზიანებულ მანქანებს არემონტებენ. ვლადიკავკაზში ტრადიციულ პროცედურას გადის. საბუთებს აბარებს, მანქანა დროებით ავტოსადგომზე გადაჰყავს და რამდენიმე საათში იღებს გამზადებულ საბუთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანა უკვე რუსეთის ტერიტორიაზე დარეგისტრირდა. ამის შემდეგ ანტონ ბაი სტავროპოლში მიდის, სადაც მანქანის განბაჟების პროცესს იწყებს. თუმცა პრობლემები ექმნება. განბაჟებაში იმაზე მაღალ ფასს ითხოვენ, ვიდრე ელოდა. მიზეზი ის არის, რომ მანქანას მისი ღირებულების დამადასტურებელი საბუთი არ აქვს. მისი ფასის დადგენა გაჭირდა და სპეციალური ექსპერტიზა გახდა საჭირო მანქანის მდგომარეობის შესაფასებლად. ანტონ ბაი ვიდეოში ყვება, რატომ შეექმნა პრობლემა და რატომ არ აქვს მანქანის ღირებულების დამადასტურებელი საბუთი. აქ ის ქართულ-რუსული ავტოექსპორტის ერთ-ერთ მთავარ ნიუანსს ამხელს. ავტომობილების შეძენაში რუსებს ქართველები ეხმარებიან და ფორმალურად ამერიკაში მანქანის შემძენები ისინი არიან. ანტონ ბაი კი მათ ნაღდ ფულს უხდის. შესაბამისად, საბუთიც ვერ ექნება. მოკლედ, ერთკვირიანი ვაჭრობა მებაჟეებთან დასრულდა. ყველაფერი დეტალურად გავიარეთ, შევთანხმდით, რომ მანქანას ექსპერტიზაზე დავტოვებ. მოკლედ, ჩემი 1,350,000-დან 1,550,000 რუბლზე ავედით. 200,000 რუბლის დამატება მომიწია და ბოლო-ბოლო მანქანა განაბაჟეს. არადა ამბობდნენ, რომ ეს ქართული საიტია და იქედან უნდა აიღოთ ფასი, მაგრამ რაღაც ამერიკული საიტიდან აიღეს და გამოთვალეს მანქანის ღირებულება, $32,000 და აქედან გამოთვალეთ განბაჟების ღირებულება. თუმცა მე ვთვლი, რომ ეს არასწორია. ახლა კიდევ ერთი მუსტანგი მოდის ლურჯი ფერით. ის საერთოდ $14,000-ად მოვიგეთ აუქციონზე და იმას აუცილებლად გაუშვებ პირდაპირ ექსპერტიზაზე. მოკლედ, ფასებთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა. მებაჟეებისთვის ყველაზე მთავარი საბუთი, რასაც ითხოვენ, არის მანქანის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საბუთი. არადა ხომ ყველას გვესმის, რომ მანქანის ჩამოყვანა მხოლოდ ქართველის სახელზე შეგვიძლია და ქართველებს ქეშს ვუხდით. ყველა მანქანის ღირებულების გადახდა ქეშით ხდება. მოკლედ, ბევრი ნიუანსია. თავარია როგორღაც განვაბაჟეთ. ახლა მანქანას გამოვიყვან და მერე შეიძლება უფრო დეტალურად აგიხსნათ ყველაფერი. საბოლოოდ ანტონ ბაიმ რუსულ საბაჟოზე მორიგება მოახერხა.
განბაჟებული მანქანა სტავროპოლიდან სოჭში წავიდა. ანტონ ბაიკი საქართველოში დაბრუნდა და რუსი მომხმარებლისთვის ლუქს კლასის ავტომობილების შეთავაზებას განაგრძობს. რუსი დილერები საქართველოში თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. მათ აქ საკუთარი ავტოსახელოსნოებიც აქვთ. ამერიკაში შეძენილ დაზიანებულ მანქანებს აქვე არემონტებენ და ამ პროცესს დამკვეთს ღიად აჩვენებენ. კომპანია ავტოდესკი, რომელსაც საკუთარი ვებგვერდიც აქვს, რუს მომხმარებელს ყველანაირ მომსახურებას სთავაზობს. ზუსტად 5 წუთში ავტობაზრობა ავტოპაპადან ჩვენი ავტოსადგურია, სადაც ვამოწმებთ და ვარემონტებთ ავტომობილებს. შეგიძლიათ ნახოთ 1 სადგომი, 2 სადგომი, მესამე. ამ წეებიც გვაქვს. მეგობრებო, მოდით შევიდეთ ჩვენს სამღებროს საამქროში. ნახოთ რა ხდება. აქ ვამზადებთ ავტომობილებს და სამღებრო კამერებში ვღებავთ. ვისაც უნდა ხარისხიანად გაარემონტოს თავისი ავტომობილი, ჩვენ მოგმართეთ. ონლაინ პლატფორმებზე ყირგიზ ავტოდილერებსაც შეხვდებით. ვისაც საქართველოდან ავტომობილები მართლაც ყირგიზეთში მიჰყავთ. საკუთარი მოგზაურობის ვიდეოებს ისინიც აქვეყნებენ. ამ ვიდეოებში მართლაც ჩანს, როგორ გადიან ისინი გზას საქართველოდან რუსეთის და ყაზახეთის ტერიტორიის გავლით ყირგიზეთამდე, რასაც დაახლოებით 48 საათი სჭირდება. ყირგიზული ბაზრისთვის ისინი შედარებით იაფფასიან ავტომობილებს არჩევენ. მათი მასშტაბები მოკრძალებულია, ისევე როგორც ყირგიზეთის სტატისტიკა, რომელიც საქართველოდან ყირგიზეთში რეალურად შესული მანქანების რაოდენობას ასახავს. როგორც ნახეთ, რუსი დილერები ქართულ ბაზარზე თავისუფლად საქმიანობენ. როგორც ჩანს, ისინი ვერ ხედავენ საჭიროებას განსაკუთრებულ კონსპირაციას მიმართონ. რუსებს საქართველოდან ავტომობილების გასაყვანად რთული სქემების მოგონება აღარ სჭირდებათ. უბრალოდ საჭიროა საქართველოში ავტომობილის დანიშნულების ადგილად ყირგიზეთი მიუთითო. შესაძლოა ამითაც აიხსნება, რომ 2024 წელს ექსპორტის სტატისტიკაში სომხეთის წილი შემცირდა. რთული შემოვლითი გზების გამოყენება საჭირო აღარ არის, როცა შეგიძლია საბუთში ერთი ჩანაწერით საქმე გაიმარტივო. როგორც თვითონ ამბობენ, ყველამ ყველაფერი კარგად იცის, თუმცა მთავარი ფორმალობის დაცვაა. ანუ ავტომობილის დანიშნულების ადგილად ყირგიზეთის მითითება. რეალურ მარშრუტზე პასუხისმგებლობას კი ქართული სახელმწიფო იხსნის. ისევე როგორც იმ ფაქტზე, რომ საქართველოდან წასული ავტომობილები რუსეთში ხვდება და ამით სანქციების გვერდის ავლა ხდება, რის გამოც საქართველოს შეიძლება მეორადი სანქციები დაეკისროს. როგორც თავად რუსი დილერები ამბობენ, ისინი ქართველების დახმარებით მუშაობენ. ამ ბიზნესის ნამდვილ ვარსკვლავად ქცეული ანტონ ბაის აღიარებიდან კი ჩანს, რომ ნაყიდ ავტომობილებს თავიდან ქართველებზე აფორმებენ. სხვაგვარად ისინი შეერთებული შტატების აუქციონებზე მანქანების შეძენას, ჩამოყვანას და საბუთების გაფორმებას ვერ შეძლებენ. ჩვენ დავინტერესდით, რა როლი აქვთ ამ ბიზნესში ქართველებს და რა გავლენა მოახდინა შეცვლილმა რეალობამ ქართველ ავტოდილერებზე. ამ ბიზნესით საქართველოში წლების განმავლობაში ათასობით ადამიანი ირჩენდა თავს. ამიერკავკასიაში ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ხაბი ავტო გაყიდვების სფეროში. მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო ამის ანუ ჩვენ ქართველებს შეგვეძლო ვეყიდა, გავეკეთებინა და რაღაცა პასტამატით მე გავეკიდა ეს მანქანები და ელემენტარულად ოჯახები გვეჩინა რა. ამაზე არც ფიდი კოშკების აგებაზე არ არის საუბარი და ამან ძალიან ჩაგვაჩაანოს ყველა ქართველი დილერი და ფაქტიურად აი სამსახურო დატო. ჩვენი ქართველი ადამიანები არ ჭირდებათ და დაჟე ბევრისგანაც გამიგია რომ ანუ დამცინავად რომ უთქვეთ რომ თქვენ ქვეყანაში თქვენივე საკუთარ ქვეყანაში თქვენივე ბიზნესი აგახიეთო. ამ ბიზნესს რამდენიმე მოთამაშე ჰყავს. კომპანიები, რომლებიც ამერიკულ აუქციონებზე ავტომობილების შეძენას და ლოჯისტიკას უზრუნველყოფენ საქართველოში ავტომობილის შემოყვანის და საბუთების მომზადების ჩათვლით. გარდა ამისა, ქართველი დილერები ათასობით ადამიანი, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ბიზნესით თავს ირჩენდნენ. ირკვევა, რომ ავტომობილების ექსპორტ-იმპორტის ბუმის და რეკორდული ზრდის მიუხედავად ამ ბიზნესში ჩართული ქართველი დილერების
დიდი ნაწილი დღეს გაკოტრების პირას არის მისული. აი რგოლიდან, ლოგისტიკური რგოლიდან, რასაც ქვია ავტოიმპორტი, ხო, ჩამოდის ქვეყანაში იმპორტი და მეორე ექსპორტით გადის ჩვენ ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, მესამე ქვეყნებში გადის. ხო, აი ლოგისტიკური რგოლიდან ამოვარდა ეგრეთ წოდებული დილერები, ამოვარდა ქართული დილერები, რომლებიც უშუალოდ ვაჭრობენ რუსთავის ბაზრობაზე. ორი პოზიციაა დილერების და კომპანიების. ამიტომ ჩვენ არ ვართ ასოციაცია როგორც კომპანიებისთვის, ასევე დილერებისთვის. ხო, თუმცა ჩვენი პოზიციაც აქვს ამასთან დაკავშირებით. დილერების განმარტებით, რომ ნახოთ ახლა მყიდველი საერთოდ ძალიან ცოტა ბაზარზე, მაგალითად რუსთავის ბაზრობაზე. მაშინ, როდესაც გაფორმებაზე და რეექსპორტზე ძალიან ბევრი ადამიანი ტრიალებს მომსახურებს ალებს. მათი განცხადებით ისინი ამოვარდნენ და საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევენ ყირგიზი და ყაზახი დილერები. ეს გარკვეულწილად პრობლემას ქმნის, მაგრამ კომპანიები ამაში პრობლემას ვერ ახედავენ. აი ისეთ მასიური ხასიათი არ აქვს ამას, რომ ქართულ ბაზარს პრობლემა შეუქმნას და მით უმეტეს ქართულ კომპანიებს შეუქმნას რაღაც პრობლემა. თუმცა არის იმის ნიშნები, რომ თვითონ ლოგისტიკურ კომპანიებსაც ცდილობენ, რომ ყაზახები, ასე ვთქვათ, ლოგისტიკური კომპანიის სეგმენტში შემოვიდნენ. უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს დილერი, არსებობს ლოგისტიკური კომპანია. ხო და აი ლოგისტიკური კომპანიის საქმიანობა მათი აღქმით საშუალებას არ წარმოადგენს თქვა კონკურენცია იგივე ყაზახი ასე ვთქვათ ბიზნესმენებისაგან მაშინ როცა დილერები პირდაპირ აიძახიან რომ ჩვენ უკვე ვართ ამ კონკურენციაში. ქართველი დილერები დღეს ამბობენ რომ ავტომობილებს ვეღარ ყიდიან და ბიზნესიდან თანდათან გადიან. ქართველი დილერები ყაზახების და რუსების მხრიდან კონკურენციას ვეღარ უძლებენ. ნებისმიერ მოქალაქეს ჭირდება სპეციალური ეგრეთ წოდებული კოდები, იუზერი და პაროლი, რომ შევიდეს ამერიკის შეერთებული შტატების აუქციონზე და შეძლოს მანქანის ყიდვა. შემდეგ განახორციელოს მისი ტრანსპორტირება საქართველოში. ამას აკეთებენ ქართული კომპანიები, რომელიც ბევრი კომპანიები არის. რამოდენიმე პირველად დაახლოებით 22 წლის 23 წელს ალბათ დაიწყო ამ კოდების გაცემა უცხო ქვეყანა სხვა ქვეყნის მოქალაქეები და ჩვეულებრივად ქართული. ჩვენ ქართველების ავრით ხდება მოკლედ ეს ყველაფერი და ჩვენგან კი როცა ყიდულობდნენ დღეს აქ იმის ფუფუნება რომ აღარ იყიდონ ჩვენგან და პირდაპირ იყიდონ და გაიყვანონ რა. აღებული აქვს ავტოსერვისები ჩვეულებრივად მუშაობენ. ანუ ჩვენ რეალიზაციას ვახორციელებდით რეექსპორტზე გადიოდა მანქანა. და ჩვენ აღარ ჭირდებით რა თვითონ აკეთებენ რა ექსპორტსაც და ყველაფერს რა. ყველაზე 10 მანქანა რომ ჩამოყავდა დღეში ეხა ჩამოყავდა 1. შეიძლება ისიც არ ჩამოვიყვანა. ჩვენ კომპანიებთანაც ჰქონდა შეხვედრა, ვესაუბრეთ აუხსენით პრობლემა რაში მდგომარეობს ჩვენი, მაგრამ სამწუხაროდ ლაპარაკი დარჩა ლაპარაკის დონეზე და სრულიც არ გამოუცხოვია არც ერთ კომპანიას, რომ სიტყვაზე ჩვენ გვერდში დავუდგეს რა. ეს კოდები მისცეს და ჩვენი საქმე ასე ვთქვათ გადაულოცეს ამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი კლიენტები იყვნენ. ჩვენგან ყიდულობდნენ მანქანებს და ჩვენ გვრჩებოდა ის სარგებელი. რა თქმა უნდა კომპანიებსაც სარგებელი რჩებოდა და რავი შეიძლება უბრალოდ მილიონები თუ რჩებოდა ჩვენგან, ეხლა შეიძლება უბრალოდ მილიარდების შოვნაზე გადავიდნენ და ამიტომ გააკეთეს ესეთი რაღაცა რა და შეიცვალა ის, რომ ქართველი კაცი ვეღარ სარგებლობს ვეღარანაირად საკუთარ ქვეყანაში. აი სადღაც 2-3 წლის უკან ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს ორი კაპკი რო ქონოდა, შეეძლო წამოიყვანა მანქანა, ჩამოიყვანა ამერიკა იქნებოდა თუ გერმანია იქნებოდა თუ აი იქნებოდა და ოჯახი ერჩინა რა ჩვეულებრივ. მაგრამ ამ კოდების გასვლისებით მოხდა ის, რომ ქართველი კაცი დარჩა ლუკმპურის გარეშე ოჯახს ვერანაირად ვეღარ არჩენს და მარტო ეს ჩამოყვანები არ იყვნენ ამაზე, აქ იყო დიდი ჯაჭვი გაკეთებული და ეს დიდი ჯაჭვით ჩაწყდა უკვე, იმიტომ რომ იყო ხელოსანი, ევაკუატორის მძღოლი იყო, ტაივანის შემომტანი იყო, დამშლელი იყო და ნებისმიერ დეტალზე რაღაცა ხელოსანი ჭირდებოდა. დათვლილი მაქვს, ერთი მანქანა რო შემოყავდა ქართულ ადამიანს, 14 ადამიანი უნდა, სადღაც 10-დან 14 ადამიანამდე ჭირდებოდა, რომ ეს მანქანა გაკეთებულიყო, მოსულიყო ისეთ მდგომარეობამდე, რომ ბაზარზე გასულიყო და რაღაცა მოგებას დაეტოვა იმ მანქანის პატრონისთვის. და აქედან გამომდინარე, ახლა ის ხელოსნებიც ისე დარჩნენ.
ეს ადამიანები ხო ისე დარჩნენ, დილერები ისე დარჩნენ და რა ვიცი რა. ძალიან ცუდი სიტუაციაა. იმათ უკვე თავისი ხელოსნები ყავთ, თავისი საკუთარი პროფილაქტიკები ყავთ და იმ ტაივანის ნაწილები იქნება თუ დაშლილები იქნება, იმასაც თვითონ აკეთებენ უკვე. კოდები დაურიგეს სულ ყველას აბსოლუტურად ამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც აქვთ უკვე წვდომა, აქამდე არ გქონდათ მარტო ჩვენ გქონდათ წვდომა და იმიტომ იყო რომ აქამდე შემოდიოდნენ და ქართველებისგან ყიდულობდნენ მანქანებს, მაგრამ ეხლა აღარ ჭირდებათ ქართველები, იმიტომ რომ თვითონ აქვთ უკვე წვდომა ამ კოდებზე, აუქციონებზე თვითონ ზიან და თვითონ თამაშობენ უკვე ყირგიზი იქნება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე რა, ზის და თამაშობს უკვე აუქციონზე. ქართველი აღარ ჭირდება. და ჩამოყავთ უკვე მანქანა, თვითონ უკეთებენ ამ გამზადებასაც, გაკეთებასაც და მე თვითონ გაყავთ უკვე თავის ქვეყნებში სადაც უნდა. ჩვენ დავინტერესდით, რას ნიშნავს კოდების მინიჭება, რის გამოც ქართველი დილერები ქართულ კომპანიებს საყვედურობენ. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ქართული კომპანიების ხუთაული, ვინც ყირგიზეთში 2024 წელს ყველაზე მეტი ავტომობილი გაყიდა, ასე გამოიყურება. შეპესე კავკასიის ავტოიმპორტი, შეპესე B2B, შეპესე Ultimate Motors-ი, შეპესე TBX-ი, შეპესე Garage Shop-ი. თანმიმდევრობა პირობითია, რადგან სტატისტიკა ცალკეული კომპანიის ბრუნვის მოცულობას არ აქვეყნებს. თუმცა ყველაზე დიდი სავარაუდოდ მათ შორის კავკასიის ავტოიმპორტია, რომელიც ბაზარზე 2004 წლიდან საქმიანობს და მისივე ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას თუ ვენდობით, ამ დროის განმავლობაში მილიონამდე ავტომობილის იმპორტი განახორციელა. შეერთებული შტატებიდან ევროპასა და აზიაში. მას ფილიალების ფართო ქსელი აქვს და ასევე აქვს ავტობაზრობა რუსთავში. რუსთავის მთავარი ავტობაზრობის ავტოპაპას მოპირდაპირე მხარეს. რუსი დილერები, როგორც მათივე ვიდეოებიდან ჩანს, ყველაზე ხშირად სწორედ ამ ორ ავტობაზრობაზე საქმიანობენ. კავკასიის ავტოიმპორტს ვებგვერდზე მითითებული აქვს, როგორ შეიძლება გახდე მათი დილერი. რაც შეიძლება ბენეფიტებს გულისხმობდეს. პერსონალური კოდების მონიჭება ამერიკის აუქციონებზე და მონაწილეობის მიღება მესამე პირის ჩარევის გარეშე. რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი თავად შეგიძლია შეარჩიო და იყიდო. შემდეგ კი კომპანია საქართველოში ჩამოსაყვანად ყველა შემდგომ პროცესს უზრუნველყოფს. კავკასიის ავტოიმპორტი ვებგვერდზე უთითებს, რომ ის ყველაზე მსხვილი სადაზღვევო ავტოაუქციონს კოპარტის 17 ოფიციალურ ბროკერს შორის არის მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ კომპანიის ვებგვერდზე შევავსეთ ფორმა, რომელიც დილერად გახდომისთვის არის საჭირო. გვაინტერესებდა ემსახურება თუ არა კომპანია რუსეთის მოქალაქეებს და თუ არ ემსახურება, როგორ ახერხებენ რუსი დილერები შემოვლითი გზებით ამ კომპანიის მომსახურების გამოყენებას. კავკასიის ავტოიმპორტის თანამშრომელი ზურა ფორმის შევსებიდან რამდენიმე დღეში დაგვეკავშირდა. მასთან საუბრიდან გაირკვა, რომ რუსებისთვის დაწესებული აკრძალვა ფორმალობაა და ამ აკრძალვის გვერდისავლა შესაძლებელია. მეგობარს უნდა ჩამოყვანა მეც მასთან ერთად თუ რაღაცა ბიზნესის დაწყება გვინდა და როგორც გავიგე რაღაცა კოდია საჭირო ამისთვის, რომ მოგვენიჭოს მე მგონი. კიდევ მანქანა ჩამოიყვანოთ პირობითად გავავსადოთ გავუკეთოთ. კი ბატონო. კი. და ნინი აი საწყისად რა ავსტიქოთ პირობითად თუ გინდება თქვენი ვინც უფრო ესე ვთქვათ გასაჩნობიერებია მაგას გავესაუბრები აი ავსტიქოთ ის ამოყვანათ აი რო ვიცოდე მაინც აი წარმოდგენით კუთხე. აი ჯერ არ ვიცი მე იმიტომ დავრეგისტრირდი რომ ეს ჩემი მეგობარი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ვიცი ეს პრობლემაა რეგისტრაციისას თუ შეუძლია მასაც დარეგისტრირება სხვა ქვეყნის მოქალაქეს. არა, როგორ არის იცით, თქვენზე გავაკეთოთ რეგისტრაცია პირობითად და ის წამოიყვანს მანქანებს, ან თვითონ არჩევს თვითონ მანქანებს? თვითონ არჩევს, კი ერკვევა, კი. კი, შვენიერი. ხო, უნდა გავესაუბრო ეს მარტო მე უბრალოდ ვეხმარები, ასე ვთქვათ, ამ ბიზნესის განვითარებაში და დაწყებაში. თვითონ ვერ ერკვევა ესეთ იმაში, არც ქართული არ იცის და მაგიტომ. რა ენაზე საუბრობს? რუსია. აჰა, რუსია არის, ხო? კი ბატონო, თქვენ რუსებს ემსახურებით ისა თუ როგორ არის ეგ ამბავი? კი, როგორ არა, ყავს ბევრი დილერი ყავს. რუსები, ხო? იცით როგორ არის, ნინი აკეთებენ, აი როგორც ეხა შენ მითხარი, რუსეთის მოქალაქეს უფლება არ აქვს თუ დარეგისტრირდეს ჩვენთან. რეგისტრაციას ვერ აკეთებს, მაგრამ აკეთებენ ქართულს, აი მაგალითად როგორც ეხა თქვენთვის არის ეგ ადამიანი ახლობელი, ხო? თქვენზე კეთდება ეს რეგისტრაცია. აჰა. დიახ, აი თქვენზე შეგვიძლია გავცეთ კოდი. დიახ. თქვენ იქნებით დარეგისტრირებული ჩვენთან კომპანიაში, შემდგომ ის ადამიანი ესე ვთქვათ მოახდენს შესყიდვას ავტომობილისას. და გამოუყოფთ ორ ექსპერტს, ვინც მანქანების შერჩევაში დაეხმარება
მოძიებაში და ეხმარებაში იარჩევინებს აი კარგ ვარიანტებს, რაც იქნება საყიდელი ვარიანტები და ესე ვთქვათ უკვე აი კომუნიკაცია იქნება პირადად ექსპერტებთან. სულელოვანი არის Viber იქნება თუ WhatsApp იქნება ჩვეულებრივად იკონტაქტებს. გაისაკებია. რეგისტრაციაში თავგჭირდება თუ ვიცი, არ ვიცი, გააჩნია რა ფასი მანქანას ვფიქრობ, წინასწარ ესეც უნდა კითხო, მაინც და შემოგოქვთ $1000 მეშვეობით დეპოზიტის სახით. გაისაკებია. კი ბატონო. ამის შემდგომ უკვე ვაკეთებთ თქვენ რეგისტრაციას, პირადი გვერდი კაბინეტი გიმზადდებათ. გებრძვა ორი ექსპერტი, ერთი მენეჯერი. ეს მენეჯერი ტექნიკური საფუძვების მოგვარებაში გეხმარება. რუსულენოვანი იქნება ეს როგორც ეს მენეჯერიც, ასევე იქნებიან ექსპერტების ვინც რუსულად საუბრობენ. კი ბატონო. ჩართული იქნება და ახლა უნდა მე ცეხად გასვეთით იქნებით თუ ნებისმიერ საკითხზე მოვთხოვ პირობითად რომ მენეჯერი შეუცვალოს მენეჯერს ეკითხებით თუ მომთხოვ ექსპერტები შეძლოთ ექსპერტებსაც შეკითხოთ. ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ ჩვენ კავკასიის ავტოიმპორტის ხელმძღვანელობას განმარტება ვთხოვეთ. რაზეც პასუხად მივიღეთ, რომ კომპანიამ 2022 წლის თებერვლიდან საკუთარი ნებით ცალმხრივად აკრძალა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ავტომობილების მიწოდება, იმპორტირება ან რეექსპორტი და კომპანია უარს ეუბნება მომხმარებელს ნებისმიერ სამართლებრივ ან ტექნიკურ დახმარებაზე ავტომობილების რუსეთის ფედერაციის ბაზარზე შემდგომი შეყვანის ან რეექსპორტის საკითხებში და ეს ყველაფერი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებშია გაწერილი. კავკასიის ავტოიმპორტმა სტანდარტული ხელშეკრულების შესაბამისი გვერდებიც გამოგვიგზავნა. კომპანიის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ. 2022 წლის თებერვლიდან კომპანიამ საკუთარი ნებით ცალმხრივად აკრძალა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ავტომობილების მიწოდება, იმპორტირება ან და რეექსპორტი. გარდა ამისა, კომპანია უარს ეუბნება მომხმარებლებს ნებისმიერ სამართლებრივ ან და ტექნიკურ დახმარებაზე ავტომობილების რუსეთის ფედერაციის ბაზარზე შემდგომი შეყვანის ან და რეექსპორტის საკითხებში. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ცალსახად და არაურაზროვნად წინასწარ გაწერილი და გაცხადებულია ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მომხმარებელი დამატებით ადასტურებს, რომ თუ ის თავის მხრივ ახორციელებს წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული საგნის ან და მომსახურების შემდგომ რეალიზაციას, ამგვარი რეალიზაცია განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირველი პუნქტის შესაბამისად, მათ შორის არ განხორციელდება რუსეთის ფედერაციაში და მესამე პირებთან გაფორმებულ გარიგებებში. ხელშეკრულებებში გათვალისწინებული იქნება ხელშეკრულების პირველი პუნქტით დადგენილი პირობის ანალოგიური დათქმა. გარდა ამისა, კომპანიამ ასევე უარი განაცხადა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ავტომობილების სახელმწიფო რეგისტრაციაზე საბაჟო დეკლარირებასა ან და რეექსპორტის უფლების მიცემაზე. აღნიშნული კეთდება სწორედ იმისთვის, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს და გამოირიცხოს ავტომობილების რუსეთის მოქალაქეებზე რეგისტრაცია, ან და საბაჟო დეკლარირება და შემდგომში მათ მიერ ავტომობილების რუსეთის ფედერაციაში რეექსპორტი. აქედან გამომდინარე, ცალსახად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ავტომობილების არც სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას და არც საბაჟო დეკლარირებას და არც რეექსპორტ შეპესე კავკასიის ავტოიმპორტი არ ახორციელებს. რაც შეეხება ჩვენს თანამშრომელთან საუბარს, ის ოდნავ ბუნდოვანია, ტოვებს ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რაც შეპესე კავკასიის ავტოიმპორტისთვის მიუღებელია. ამ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლის მიმართ კომპანია გამოიყენებს შინაგანაწესით დადგენილ ღონისძიებას და ის კიდევ ერთხელ გაივლის საჭირო გადამზადებას. სანამ კავკასიის ავტოიმპორტი გაარკვევს რა დაემართა მის თანამშრომელს და მის გადამზადებას მოახდენს, ცხადია, რომ რუსი დილერები საქართველოდან ავტომობილების რუსეთში გასაყვანად შემოვლითი გზების მოძებნას ახერხებენ. და სავარაუდოდ იგივე სქემები მუშაობს სხვა კომპანიებთან მიმართებაშიც. საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესს არ იმჩნევს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს რუსეთის სანქცირებული პროდუქციით მომარაგების გამო სანქციები დაეკისრება? ბიზნესი, რომელმაც 2024 წელს ქართული ექსპორტის 37% შეადგინა და 2 მილიარდ 426 მილიონი დოლარით პირველ ადგილზე აღმოჩნდა, შესაძლოა უბრალოდ ჩამოიშალოს. 2024 წლის სტატისტიკით საქართველოს იმპორტში ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის წილი 20.5%-მდე გაიზარდა და 3 მილიარდ 464 მილიონი დოლარი შეადგინა. ციფრები აჩვენებს, რომ ქართულ სავაჭრო ბრუნვაში შეერთებული შტატებიდან ავტომობილების ყიდვა და შემდეგ საეჭვო ბაზრებზე გაყიდვა წამყვანი დარგია. ვინ იგებს ამ ბიზნესით და რას იგებს სახელმწიფო? მესმის რომ ეს საკმაოდ ყვირის ციფრებში და ჩვენ პირობებში, მაგრამ ეს საგვაქვს ჩვენ, ანუ ეს იმიტომ ყვირის, რომ ჩვენ ეკონომიკა არ აქვს. სავალუტო ფონდი იყო ჩამოსული და შეხვედრაც. ამ ადამიანებს ვესაუბრებთ, რომ რეექსპორტში პირველ ადგილზე მყოფი დარგს აქ ისა რა ქვია
ხო, ავტომობილების ჩამოყვანას და რეექსპორტზე გატანას აქვს პირველი ადგილი ჩვენ ეკონომიკაში. სიცილად არ ეყოთ და მე შეურაცხყოფილად ვიგრძენი საქართველოს მოქალაქემ და ანუ ჩვენ რაღაცა დამჯღრეული, დამტრეული მანქანა ჩამოყვავს, ამას ვარ ემოთებთ და ამ რემონტში ფაქტიურად ერთი დიდი ბოქსი ვართ ეგრე გამოდის საქართველოს და მთელი ეკონომიკა ამაზე დგას, ესე გამოვიდა რა. აი, ღიმილს იკავებდნენ, მაგრამ ნუ დიპლომატიურად, მაგრამ მე რაღაც ქართველმა კაცმა შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. რომ ამხელა დიდი ვარ თუ პატარა სახელმწიფო ვარ და მთელი ჩვენ წარმოება დაიყვანება იმაზე, რომ დამტრეული მანქანა შევაკეთოთ. ზუსტად რო გითხრათ, დახარჯული $100-დან რამდენი რჩება ქვეყანას, ეს უნდა კვლევამ უნდა აჩვენოს, რომელიც სახელმწიფო დონეზე უნდა, ან კვლევითი ორგანიზაციები უნდა არსებობდეს, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ბოდიში ყველასთან, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ამ სფეროში მე არ მომისმენია და არ წამიკითხე, მე დაინტერესებული პირი ვარ, რომ ეს ვიცოდე და მე არ შემხვედრია. სადღაც ვიღაცა ზარალობს, ვიღაცა მოგებას ნახულობს, ერთმანეთს აბალანსებს, მაგრამ ეს ხო ეს დათვლადი უნდა იყოს. საქართველოს ხელისუფლება ბოლო 3 წელია ამტკიცებს, რომ საქართველო რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გარეშე დაიღუპება და ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლება. თუმცა არასოდეს ახსენებს იმას, რომ საქართველოს ექსპორტ-იმპორტში წამყვან ადგილს სწორედ დასავლური ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა იკავებს, რომელთა დიდი ნაწილი დიდი ალბათობით სწორედ რუსეთში მიდის. იმ დასავლეთის, რომელსაც ქართული ოცნება საქართველოს სუვერენიტეტის მტრად აცხადებს და ქვეყანას თანდათანობით აშორებს. რუსეთი კი საქართველოს მესამე წელია იყენებს, რომ სწორედ საქართველოს დახმარებით შეძლოს იმ დასავლურ პროდუქციაზე წვდომა, რომლებზეც უკრაინაში ომის დაწყებისა და დასავლური სანქციების გამო ხელი აღარ მიუწვდება.